სახელითა მამისათა, დაცისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა კურთხევით და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ასევე გილოცავთ გუშინდელ დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. განსაკუთრებით ამ დღესასწაულს ეიმობენ ხევში, უწმიდესის მშობლიურ მხარეში იოანე ნათლისმცემლობას და ალბათ ძალიან ახლოსალი ქართველ ხალხთან, ჩვენ სამშობლოსთან ეს დღესასწაული, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენ ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იოანე ნათლისმცემელი ბრძანდება ის უდიდესი წმინდანი, რომელმაც პირველმა აღიარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლად ყოვლადწმინდა მარიამი. როგორც წერია, დააღიფსო სულითა წმინდითა ელისაბედ და ხმახო ხმითა დიდითა და თქვა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, დავინა ჩემდე ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა. წმინდა მამათა განმარტებით და ეკლესიის განმარტებით ეს დედის მუცლიდან სულიწმინდით აღსილმა იოანე ნათლისმცემელმა უთხრა და ადიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. საქართველო ნამდვილად განსაკუთრებული ქვეყანაა. ყოველ ხალხს, ყოველ ადამიანს და მით უმეტეს ყოველ ერს, როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, ღვთისგან გარკვეული მისია აქვს დავალებული. გარკვეული მოვალეობა, რომლის შესრულებაც მას ღვთისგან ევალება. ასეთი იყო ძველი ისრაელი, როდესაც მაშინდელ მსოფლიოში, როცა თითქმის მთელი მსოფლიო იყო კერპთაყვანისმცემელი და ჩაფლული იყო საშინელ ცოდვებში, როგორც სულიერ ცოდვებში, ასევე ხორციელ ცოდვებში, ღმერთმა შეექმნა სპეციალურად ისრაელი, აბრაამის, ისააკის და იაკობის შთამომავლობა და მათ დაავალა ჭეშმარიტების ერთგულება და ჭეშმარიტების ქადაგება მთელ მსოფლიოში. ეს ერი უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტების მატარებელი და დამცველი და შემდეგ მისი გამავრცელებელი, მას შემდეგ რაც უკვე თავად ხორჩესმული ღმერთი მობრძანდებოდა დედამიწაზე, ჭეშმარიტების გამავრცელებელი მთელ მსოფლიოში. ასევე სრულიად განსაკუთრებული მისია აქვს ქართველ ხალხს დავალებული. თქვენ მოგეხსენებათ, რაში მდგომარეობს ეს მისია? თქვენ მოგეხსენებათ, რომ მაცხოვრი ჯვარცმამდე და ამაღლებამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე, 9 საუკუნით ადრე დაახლოებით, მოღვაწეობდა უდიდესი წინასწარმეტყველი ილია თესბიტელი, რომლის სახელსაც ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს. ეს ადამიანი ბრძანდებოდა ღვთისგან მოვლენილი წმინდანი იმ პერიოდში ისრაელში, როცა ისრაელში საშინელი კერპთაყვანისმცემლობა და აღრეული სულიერი ცოდვები იყო გაბატონებული. და აი ამ ადამიანმა თავისი წარმოუდგენელი ერთგულებით, თავისი საოცარი თავდადებით ღვთისა და მისი ჟულისადმი მოახდინა უდიდესი სასწაულები, მოგეხსენებათ ქარმელის მთაზე საოცარი სასწაული, როცა მან მსხვერპლი შეწირა უფალს და ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდა მთელი ისრაელის და ისრაელის მეფის თვალწინ და ისეთი დამცველი იყო რჯულისა, რომ 500-მდე კერპთაყვანისმცემელი ქურუმი თავისი ხელით დაახოცინა ამ სიტყვებით, რომ აი ამ ხალხმაო ჩემი ერი ისრაელი აცტუნა და ჭეშმარიტების გზას გადაახვევიაო. და ისეთი იყო მისი თავდადება ღვთის მიმართ, რომ
მისით მადლიერი უფალი მას უგზავნის ზეციდან ცეცხლოვან ეტლს და ზეცაში აყავს ცოცხლად. და შემდეგ მოგეხსენებათ მოსესთან ერთად ის ეცხადება თაბორის მთაზე ფერისვალების დროს უფალთან ერთად მოციქულებს. ეს ილია თესბიტელი, როდესაც ზეცაში ამაღლდა, მას ჰქონდა ხალენი, მისი მოსასხამი, სამღვდელო მოსასხამი, რომლითაც ის უამრავ სასაულებს ახდენდა. დინარეს ორად გააპოვდა ხოლმე, მან დაუტოვა ელისეს, გადმოუგდო ეტლიდან. თქვენ ხატი ნანახი გაქვთ, აი აქაც არის ეს ხატი, ძანდება. და ეს ხალენი ილია წინასწარმეტყველის ამაღლების შემდეგ ხალენი, რომელიც სიმბოლო იყო ილია წინასწარმეტყველის, ანუ სიწმინდის, ღვთისრჯულის, წარმოუდგენლად დიდი თავდადების, სიკვდილამდე თავდადების, აი ეს ხალენი, როდესაც ნაბუქოდონოსორ მეფემ დაარბია ისრაელი, ეს ხალენი ქართველმა ებრაელებმა წამოიღეს საქართველოში და დაკრძალეს სამეფო ბაღში. ქრისტეს მოსვლამდე დაახლოებით 5 საუკუნით ადრე. დღეს იმ ადგილზე აშენებულია სვეტიცხოველი და სვეტიცხოვლის შიგნით არის წმინდა ილია თესბიტელის ხალენი დაფლული. რა თქმა უნდა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, მით უმეტეს ასეთი საოცარი სიწმინდის ქვეყნისადმი ბოძება. ეს იგივეა, რომ დროშა ალამი ჩააბარო ერს და მისი ანდერძი. და რა ანდერძი იყო ეს, რომელიც უფალმა წმინდა ილია თესბიტელის ლოცვით ჩვენ გვიანდერძა და ნიშნად ამისა თავისი ხალენი გვიბოძა. ეს არის ანდერძი, ეს არის დავალება, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს საღვთო სიწმინდის, საღვთო ჟულის უკომპრომისო დამცველი, ისეთივე საოცარი დამცველი, როგორიც ბრძანდებოდა წმინდა და როგორიც ბრძანდება წმინდა ილია თესბიტელი. ძალიან დიდი შრომა ჭირდება აი ამ დიდი სულიერების მიღწევას. ძალიან დიდი ძალა ჭირდება სიწმინდის დაცვას. თქვენ მოგეხსენებათ, ქართველმა ხალხმა რწმენის დაცვისთვის რამდენი სისხლი გაიღო. თბილისში მეტეხის ხიდზე მარტო ერთ დღეს 100,000 კაცი და უფრო მეტი შეეწირა სარწმუნოების დაცვას. აჭარაში 10,000-ობით წმინდანი, 100,000-ობით წმინდანი შეეწირა სარწმუნოების დაცვას. მთელი ჩვენი ისტორია არის სისხლის ღრის ისტორია სარწმუნოების დაცვისთვის. ამას ხო უდიდესი ძალა ჭირდებოდა და ეს ძალა ჩვენ მოგვეცა წმინდა ილია თესბიტელის ხალენის ჩამოტანით საქართველოში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს ასეთი ცნობილი ცნება, წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. წმინდა ნაწილები არის უდიდესი მადლის მომტანი და უდიდესი მადლის და ძალის მიმცემი იმ ქვეყანაზე და იმ ადამიანზე, სადაც ისინი არიან და რომლებიც მას თაყვანისცემენ. ამიტომ უფალმა ჩვენ მოგცა არა მარტო დავალება წმინდა ილია თესბიტელის ხალენის საქართველოში შემოტანით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უდიდესი დამცველები, სისხლის დათხევამდე დამცველები საღვთო ჟულის და ეკლესიის სიწმინდის, არამედ ძალაც მოგცა წმინდა ილია თესბიტელის დაფლით საქართველოში მისი ხალენის. აი ამ ხალენის მოსვლით ისეთი მადლი მოვიდა საქართველოზე, რომ საქართველო შეიჭურვა აი ამ სიწმინდის დაცვისათვის საჭირო ძალით. შემდეგ გადის რამოდენიმე საუკუნე და მოგეხსენებათ, როდესაც უფალი ჯვარს აცვეს, მაშინ ჯვარმცმელებმა, როგორც წინასწარმეტყველებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი, უდიდესი მეფე
ქართველი ბაგრატიონების წინაპარი, მათ შორის ჩვენი პატრიარქის ილია მეორის წინაპარი ხორციელი განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცხა ჩემსაზე და განიგდეს წილი. და როდესაც ეს აღსრულდა, ანუ მაცხოვარს განხადეს ტანისამოსი, გაძარცვეს და ყველაფერი გაინაწილეს და დახიეს, კვართი ვერ გახიეს, იმიტომ რომ როგორც წმინდა წერილი ამბობს, აი ამ კვართს ჰქონდა ზეციდან მიცემული ძალა, ანუ ზეით გამოქსოვილი იყო, ზეციდან მიცემული ძალა იმის რომ მას ვერ შეხებოდა კაცობრივი ხელი, ადამიანის ხელი დასანაწევრებლად და მაშინ თქვეს მოდითო ნუ დავხევთო, აი ღვთისგან იყვეს ეს სიტყვები, მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება. ღვთის ძალა იცავდა კვართს, არამედ წილ ვიგდოთ ამასე და ვისი იქნებაო და წილი ყარეს და ერთ-ერთ ჯვარცმელს ერგო. და აი ამას ყველაფერს ესწრებოდა ორი ქართველი ებრაელი, ელიოს მღვდელი და ლონგინოს კარსნელი და მათ შეიძინეს აი ამ ჯარისკაცის ან ეს კვართი, როგორც დედამ დააბარა და დამ და ჩამოაბრძანეს საქართველოში და დაფლეს მეფის ბაღში და ძალზედ ნიშანდობლივია ზუსტად იმ ადგილზე, ცოტა ოდნავ რამოდენიმე მეტრის დაშორებით, სადაც ილია თესბიტელის ხალენი იყო მანამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე დაფლული. რას ნიშნავს კვართის ჩამობრძანება საქართველოში და რისი სიმბოლოა თავად კვართი? თქვენ მოგეხსენებათ, რომ კვართში, რომელიც დედაღვთისმშობელმა მოუგსოვა სიყრმეში მაცხოვარს და სასწაულად ეზრდებოდა, უკერველი იყო ის სტანზე მაცხოვარს, აი ამ კვართში 33 წელი ბრძანდებოდა მაცხოვარი, ხოლო დედაღვთისმშობელში 9 თვე. და ამიტომ ეს კვართი, რომელიც ფარავდა მაცხოვარს, ისე როგორც ღვთისმშობელი ფარავდა მას 9 თვის განმავლობაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის მოქსოვილი, სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. და მისი ჩამობრძანება საქართველოში იყო წინათქმა, წინასწარმეტყველება, რომ ივერია გახდებოდა ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობლის წილხვედრი. და წმინდა მამები ძალიან კონკრეტულად ამბობენ კვართზე. რას განასახიერებს კვართი? კვართი არის განუყოფელი ეკლესიის სიმბოლო. თქვენ იცით, უფალი ბრძანებს ეუბნება მოციქულებს, ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ უძლეველობის თვისება, უძლეველობის ფუნქცია მინიჭებული აქვს დედამიწაზე ერთადერთ რამეს. ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ბრძანებს პავლე მოციქული, არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების. ანუ მსოფლიო ეკლესია ეს არის კლდეზე, როგორც ქრისტეზე, მის აღმსარებლობაზე დაფუძნებული და მას თვით ჯოჯოხეთის ბჭეც კი ვერ მოერევა. და როგორც ვერ გახიეს კვართი მისმა ჯვარცმელებმა, ასევე ვერ შეძლებენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია გაგლიჯონ და გაანადგუროს თვით ყველაზე საშინელმა ძალებმა ჯოჯოხეთისამ. მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ეკლესია შედგება ადგილობრივი ეკლესიებისგან. სამწუხაროდ ბოროტმა ძალამ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების შემოსვა. ასეთია მონოფიზიტური ეკლესია, ასეთია პაპისტური ეკლესია, ასეთია ევროპის ეკლესიები, რომლებიც მერე პროტესტანტული გახდნენ. და ისმის კითხვა, რა ადგილი აქვს საქართველოს მსოფლიო ეკლესიაში, მართლმადიდებელი ეკლესიაში და როგორი გარანტიები აქვს ღვთისგან მას მიცემული, ამაზე პასუხს სცემს უდიდესი წმინდანი, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი,
რომელიც ამბობს კვართის საიდუმლოთი უფალმა განუყოფელ ეკლესიაზე მიუთითა და ქვეყანაო სადაც კვართი აქო დაფლულიო ქვეყანას რომელსაც კვართი აქვსო ის ეკლესია ყოველთვის იქნება ერთიანი და ყოველთვის იქნება განუყოფელი და ის ეკლესია განუყოფელი ერთიანი და წმინდა ჩაბარდება მეორედ მოსვლის დროს უფალსო. აი აქ ეს არის ზუსტად საოცარი რამ რაც საქართველოს ერგო წილად. აი ეს არის უდიდესი პატივი ქართველი ხალხისთვის, გარანტია ჩვენი მარადიული არსებობის და მეორე დროს უდიდესი მისია, უდიდესი დავალება. როგორც ილია თესბიტელის ხალენით მისი ჩამოტანით საქართველოში ჩვენ დაგვეკისრა სიწმინდის დაცვის მოვალეობა, ასევე კვართის ჩამობრძანებით საქართველოში, კვართის რომელიც არის განუყოფელი ერთიანი ეკლესიის სიმბოლო, საქართველოს დაეკისრა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დაცვა, განუყოფლობის დაცვა. ჩვენ კვართის მცველი ქვეყანა ვართ. ამიტომ იყო რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა საქართველოს ეკლესიის მთლიანობას და ერთიანობას. ეს მისია, რა თქმა უნდა, უფრო აღმატებულია ვიდრე სიწმინდის დაცვის მისია, იმიტომ რომ არიან ქვეყნები, რომლებმაც ძალიან დაიცვეს სიწმინდე და აღმსარებლობა, მაგრამ ვერ შეძლეს დაეცვათ ეკლესიის ერთობა. საქართველოს კვართის ჩამობრძანებით და მცხეთაში დაფლვით არა მარტო მოვალეობა მიეცა ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის დაცვის და ანდერძად დაუტოვა უფალმა, არამედ ძალაც მიეცა. მარტო დავალება თუ მას შესაბამისი ძალა არ მოსდევს, რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ აღასრულოს ადამიანმა. ისევ როგორც ჩვენ მოგვეცა ილია თესბიტელის ხალენით უდიდესი ძალა სარწმუნოების აღმსარებლობის დაცვის, ასევე წმინდა კვართის ჩამობრძანებით და მისი დაფლვით მცხეთაში იქვე სადაც ხალენი მარხია, ქართველ ხალხს მიეცა ძალა ეკლესიის ერთიანობის დაცვის. ამას იცავდა საქართველო საუკუნეების განმავლობაში და ამას არა მარტო იცავდა, არამედ ამას ამაყობდა, რომ მას ასეთი ფუნქცია ჰქონდა ღვთისგან დავალებული. თქვენ მოგეხსენებათ გიორგი მთაწმინდელის პასუხი ანტიოქიის პატრიარქზე, როცა მათ საქართველოს ეკლესიის დამორჩილება უნდათ, ესეთ რამეს ეუბნება, რომ თქვენ ქვეყნებსო, იქ სხვადასხვა საპატრიარქოები იყო, ყოფილაო ისეთი დრო, როცა თქვენშიო მწვალებლობები იყო და მართლმადიდებელი მეთაურიც კი არ აყავდათ ეკლესიისო, ხოლო ჩვენო რაც შევიცანითო ქართველებმაო პირველი საუკუნიდან ანდრია პირველწოდებული საშუალებითო ჩვენი სარწმუნოება ქრისტიანობაო მის შემდეგო არც მარჯვნივ გადაგვიხვევია და არც მარცხნივ გადაგვიხვევიაო. რა თქმა უნდა ეს იყო საშინელი ძნელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველო ყველა მხრიდან ყურიცხვი მტერით იყო შემორტყმული, მაგრამ ეს იყო ღვთის განგება, ეს იყო ღვთის დავალება და შესაბამისი ძალაც ჰქონდა მოცემული კვართი ბრძანდება ჩვენთან და ამიტომ ამას ქართველი ხალხი ყოველთვის დედა ეკლესია ჩვენი ყოველთვის ღვთის განგებით და ღვთის ძალით იცავდა საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. დღეს როდესაც მთელი მსოფლიო გარკვეულ მშობიარობას განიცდის, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ჟამი ახლოს არს და წმინდა იოანე ოქროპირს კითხეს, როდის იქნება მეორედ მოსვლაო და მან
ძალიან მოკლე პასუხი გაცა. მეორედ მოსვლა იქნება მაშინო, როცა კაცი ქალი გახდებაო, ქალი კიდე კაციო. როცა ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ეს წინასწარმეტყველება სრულდება, როცა სურთ, რომ მთელი მსოფლიო აი ამ სოდომ გომორის სოდვებში ჩაითრიონ, როცა მთელ მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესები მიდის და ხდება ნიველირება ეროვნული და მართლმადიდებლური ღირებულებების და საშინელი მცდელობა მისი განქარვების, განსაკუთრებით დღეს არის საჭირო, რომ ჩვენმა ხალხმა მიხვდეს თუ სად არის შველა და გადარჩენა. სამწუხაროდ ჩვენ ხალხს დღეს ყველას არ აქვს სულიერი აზროვნება, სულიერი განშა, როგორც წმინდანები ამბობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველა დროში იყო, მაგრამ მეტნაკლებად დღეს ამის დეფიციტი ყველაზე მეტად განიცდება. დღეს ჩვენ ძალიან ვართ მინდობილი საკუთარ ძალაზე, საკუთარ გამოცდილებაზე და საკუთარ უნარებზე, რომ ჩვენ უშველოდ საქართველოს გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა. მაგრამ გადავხედოთ ჩვენ გარშემო სიტუაციას. ჩვენ ძალიან გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების იმედები, მაგრამ აბა შევხედოთ. გონების თვალი შემოვავლოთ ჩვენ საზღვრებს. არიან კი ისინი ჩვენი გულწრფელი მეგობრები? სულ ახლახან თქვენ იცით, აღმოსავლეთით დავით გარეჯეს საშინელი პრეტენზიები განაცხადეს. და არა მარტო განაცხადეს, რუკებს უშვებენ შესაბამისი ქვეყნები და საქართველოს საზღვარი მცხეთამდე მოყავთ. სამხრეთ აღმოსავლეთით იქამდეც კი მიდიან, რომ საერთოდ შლიან საქართველოს კავკასიის და მსოფლიო რუკიდან. ჩრდილოეთით გავიხედოთ, რამდენი ოლქები აქვს ჩვენი წაღებული. სამაჩაბლო, სოჩის ოლქი, აფხაზეთი. ცოტა ქვემოთ ჩამოვიწიოთ ჩრდილოეთიდან. კარგად მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომში ჩაიშიქები ცვავდნენ ქართველების სისხლს. გემახსოვრებათ ტელევიზიით. სამხრეთით გავიხედოთ, მესამედი ტერიტორიები წაღებული აქვს, ჩაყლაპული, მთელი ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი. და დღეს იქამდეც მიდიან, რომ სკოლებში წიგნებს უშვებენ და ბათუმს თავიანთ ქალაქად აცხადებენ შესაბამისი ქვეყანა. აი ასეთ გარემოსვაშია დღეს ქართველი ხალხი. რა ხდება დასავლეთით? სიტყვით იძახიან, რომ ერთიანი საქართველოს მომხრე არიან, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ ეროვნული ღირებულებები და ზნეობრივი ღირებულებები საშინლად დასცენ და განაქარვონ. ამასინათ მოგეხსენებათ, აი ამ საშინელი სოდომური ცოდვების პარადი თუ რა ვიცი რა ქვია იმას, რომ უაწყვეს რუსთაველის პროსპექტზე და ყველაზე საშინელი გასაკვირი ის იყო და საშინელი აი შემაშფოთებელი, რომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ოფიციალური გამოდიან და იძახიან, რომ თურმე აი ამ ხალხს არაფერი არ უნდა უთხრა, რომლებიც სოდომის სოდვებს პროპაგანდას უწევენ თბილისში, მოწამეთა ქალაქში, 100,000 მოწამის ქალაქში, დავით აღმაშენებლის, თამარის, აბოთფილელის, დემეტრე თავდადებულის ქალაქში და თურმე ამ ხალხის წინააღმდეგ რამის თქმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა. ეს არის მთელი უბედურება. ზოგს ჩვენი ტერიტორიების მithვისება და დაპყრობა უნდა და საქართველოს უნდა უკართველებოთ, ზოგს კიდე ამაზე უარესი ქართველების გახსნა და გადაგვარება უნდა. სად არის ჩვენი საშველი? ვის მივენდოთ ჩვენ? სამწუხარო დღეს ჩვენი ხალხი
ის ადამიანები, რომლებაც ღმერთმა ბედი ჩააბარა საქართველოში, რომ საქართველო გამოიყვანონ გაჭირვებიდან, აი ამ არასულიერების გამო ზუსტად იმ ხალხია მინდობილი და ზუსტად იკეძებს შველას, რომლებსაც უნდა ჩვენი საქართველოს დაპყრობა ტერიტორიული ან ზნეობრივი გათახსირება. ეს არ არის სწორი. ეს არის დიდი შეცდომა. შეუძლებელია მტერი, რომელსაც უნდა შენი ტერიტორიების წაგლეჯვა, ან ამაზე უარესი მტერი, რომელსაც უნდა შენი ზნეობრივი გარყვნა, შეუძლებელია შენი დიპლომატიით და შენი მოხერხებულობით შენ იმას მოატყუო. იმას ფულიც მეტი აქვს შენზე, ტრილიონები და იმას არმიებიც და ატომური ბომბების ბევრად მეტი აქვს შენზე. და თქვენ იცით, ყოველგვარ ცხოვრებისეულ ხერხებს პოლიტიკა შეიძლება ესე ვთქვათ, ძალა და ფული წყვეტს. ჩვენ არც ერთი არა გვაქვს, არც მეორე და შესაბამისად საშინელი აგრესიის ქვეშ ვართ. რა ვქნათ, აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? სამაგიეროდ ჩვენ გვყავს ისეთი მფარველი, ჩვენ გვყავს ისეთი პატრონი, რომლის წინაშე უძლურია როგორც ჩრდილოეთის მეზობელი, ისე სამხრეთის მეზობელი, ისე აღმოსავლეთის მეზობელი და ისე დასავლეთის მეზობელი, რომელიც იტყვის და აკეთებს. ეს არის უფალი და დედაღვთისმშობელი და ჩვენ დავიწყეთ ზუსტად თავიდან ამით, რომ საქართველო მათგან განსაკუთრებით პატივიდებული ქვეყანაა. არავის არც ერთ ქვეყანას ამოდენა პატივი არ გებია, რომ ის გამختარიყო ილია თესბიტელის ხალენის ღირსი, ქრისტეს კვართის ღირსი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები და სისხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან. და ჩვენ როცა სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი ვინ არის ჩვენი პატრონი და რისი უნდა ეშინოდეს საქართველოს. ის დედა ღვთისმშობლის იმედზე უნდა იყოს ყოველთვის, იმიტომ რომ ის არის უღალატო მფარველი, ის არის დამცველი. მე მინდა გაგახსენოთ ერთი ცნობილი ფაქტი, რომელიც ილარიონ ქართველს შეემთხვა, როცა ის საზღვარგარეთ ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მართლმადიდებლურში მივიდა მიტოვებულ ეკლესიაში თავის მოწაფეებთან ერთად. ღამე ამ ეკლესიაში ერთი კანდელი ენთო და ღამე მოვიდა კანდელაკი ასანთება და დაინახა, რომ უცხო ხალხი იყო და რო გაიგო ივერიელები იყვნენ, უთხრა რომ წადით აქიდანო, გაიქცა და ამ უდიდესი კომპლექსის წინამძღვარს უთხრა ბერძენს. ის განრისდა და უთხრა, მე არის ვინ არიან ქართველებიო, წადი გააგდეო. არ ვიციო ისინი ვინ არიანო მეო. და მივიდა ეს კაცი და ეს ბერი და ეუბნება ილარიონს, რომ წადით ეხლავე აქიდანო, ღამეა. და წმინდა ილარიონმა მაშინ სუფთა ბერძნულით უთხრა, რომ ამაღამ ნუ გაგყრით გარეთო და ხვალდილას ჩვენ თვითონ წავალთო. და წამოვიდა ამან უთხრა იღუმენს, ანუ მონასტრის წინამძღვარს, რომ თქვენო აი ესე თქვესო და მაშინ იღუმენმა უთხრა, რომ თუ არ წავლენ ხვალდილასო აცადეო, მაშინ ჯოხით გააგდეო. და როგორც კი დაიძინა იღუმენმა, მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხა და თავზე დაადგა და სასტიკად შერისხა და უთხრა, უგუნურო ბერო, უთხრა, რომ იძახიო, არ ვიცი ვინ არიან ივერიელებიო, შენ არ იცი რომ ის ჩემი ხალხიაო, შენ არ იცი რომ ივერია ჩემი წილხვედრიაო, განა არ იცი რომ ივერიელების მტერიო ჩემი მტერიაო. აი ვისი ქვეყანა ვარ ჩვენ და ის სასწაული, რომელიც დღეს ახეზია, ყველა ჯურის მტერი თავზე ბუზივით გვეხვეოდა და დღეს საქართველო მაინც მოვიდა დღემდე, ეს ხო ღვთისმშობლის სასწაულია და მისი დამსახურებაა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიდეთ დედა ღვთისმშობელთან
უწმინდეს უყვარს და ხშირად ახსენებს 22 ფსალმუნის ბოლო სტროფებს. უფალმან ზალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. და პატრიარქი განმარტავდა ხოლმე ყოველთვის, რომ მშვიდობას და ძალას ღმერთი თავის ერს აძლევს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა და ძალა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ღვთის ერი და მაშინ მივიღებთ მშვიდობას და ძალას, მაგრამ სამწუხაროდ ძალა და მშვიდობა კი გვინდა, მაგრამ არ გვინდა რომ ღვთის ერი გავხდეთ. რა არის ღვთის ერად ყოფნა? რას ამბობს წმინდა წერილი? როდის გახდები შენ ღვთის ერი? ამაზე პასუხს ძველი და ახალი აღთქმა ძალიან კარგას სცემს. თქვენ მოგეხსენებათ ნათლისმცემლის ლოცვით და დედაღვთისმშობელს, რომ ჩვენი ერი გახდეს ჭეშმარიტად ეკლესიური და მორჩილი თავის მწყემსთავრის, რომელსაც ჩვენი ერი გამოყავს სულიერი ეგვიპტიდან და რომელიც ქართველ ხალხს შეიყვანს ღვთის სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. კაი ხარით.